თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას გაიცანი მესხეთი. აღმოაჩინე საინტერესო ფაქტები მესხეთის შესახებ, გაიგე მეტი მის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, მითებსა და რეალობაზე რუბრიკაში გაიცანი მესხეთი. გამარჯობა, მე ვარ ნაზი ბალახაშვილი, რუბრიკით გაიცანი მესხეთი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება მესხეთის ტრადიციული გემოები და სტუმართმოყვარეობა. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ისეთ ადგილას, სადაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერწყმის ერთმანეთს. ეს გახლავთ სასტუმრო ედემი, რომელიც მდებარეობს ახალციხეში და დამსვენებლებს თავაზობს მშვიდ და მყუდრო გარემოში დასვენებას და ასევე უნიკალურ შესაძლებლობას თავად მოამზადონ მესხური ტრადიციული კერძები და გაიგონ მესხური ტრადიციული სამზარეულო საიდუმლოებები. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი არის ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი ქალბატონი მარინა ნარიაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, მადლობას გიხდით რომ დღეს თქვენ ხართ ჩვენი მასპინძელი. გვითხრით, საიდან გაჩნდა იდეა ამ სასტუმროს შექმნის, რა გამოწვევები ახლდა თან ამ ყველაფერს და თავიდანვე ჩაფიქრებული ქონდათ თუ არა რომ ესეთი ტიპის სასტუმრო უნდა შეგეთავაზებინათ თქვენი დამსვენებლებისთვის. ნამდვილად არ იყო სასტუმრო ჩაფიქრებული, ეს იყო სადღაც 99 წელში რომ შევიძინეთ ეს შენობა. ძალიან დიდი გაჭირვება იყო, თქვენ მოგეხსენებათ რომ ყველას უჭირდა იმ პერიოდში და ეს შენობა იყო ძალიან სავალალო მდგომარეობაში და ეს შენობა იყო ჩემი მეუღლის ორგანიზაცია და რომ დაიშალა 90-იანებში ყველაფერი და არაფერი უკვე სამსახური აღარ იყო, დარჩა ეს შენობა ასეთი განადგურებული. და ვიფიქრეთ რომ შევისყიდოთ და მე უკვე გვიჩვენებდა დრო რომ რაში გამოგვეყენებინა. და აი ასე დაიწყო ამ სასტუმროს გაკეთება, თორე თავიდან მაშინ ვერც კი ვიოცნებებდი იმას, რომ აქ სასტუმრო ეს იყო რაღაცა აუხდენელი ოცნება. არც მოსულა იდეაში ეს. მაგრამ იმ პერიოდში რო ამოვედით, არაფერი არ იყო. ამდენხანის წინ ვიპოვე ეს სურათები და მე გუშინ გავაკეთე ეს კოლაჟი, რომ აი მეც არ მემახსოვრებოდა და ვერ წარმოვიდგენდი თუ აი ამას ვიყიდიდი. აი მეც ვერ წარმოვიდგენე რომ რა ძალა მომეძალა რომ აი ეს აი მზეთხეები იყო ამოსული ადამიანო არაფერი ინგრეოდა. მე შემდეგ აქ რო ამოვედი, აქ გადავწყვიტი ამოსვლა ამ დანგრეულ შენობაში იმ მიზნით რომ აი მაშინ იყო ძალიან ცუდი პერიოდი, ეს არაფორმალები და რაღაცა ძალიან ცუდი ქალაქში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო და ვიფიქრე რომ ჯერ ისედაც არაფერი არა და მე კიდე ან გაანადგურებენ სულ რაც არის დარჩენილი მეთქი და გადავწყვიტე რომ ამოვსულიყავი და ის მექნა რომ დამეწყო აქ ცხოვრება. და როგორც შემეძლო ისე მივაწესრიგე მივასუფთავე, თორე სახსრებიც არ იყო ეკონომიურად, არც იმის საშუალება არ იყო, თქვენ წარმოიდგინეთ რომ რაღაცა იმ წუთში დაგეწყო და რაღაცა გაგეკეთებინა, რომელ გაკეთებაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ეტაპობრივად მე აქ გვერდზე სავადმყოფო გვაქვს და სავადმყოფოში იყო ერთი კაცი, რომელიც მკურნალობდა უშვილობაზე და ხო იმ პერიოდში არც მაღაზია იყო, არც კაფე იყო, არაფერი არ იყო და აი ეს იდეა მოვიდა, აი ნაბიჯ მოვიდა იდეა რომ მე ვთქვი აი ესე ტყუილა ვარ ახლა ამ დანგრეულ შენობაში, არაფერი არ არსებობს და მოდი გამოვაცხობ მეთქი რამეს, ბულკებს, რაღაცას გამოვაცხობ და სავადმყოფოში ჩავიდან და სავადმყოფოში დამსვენებლები, ავადმყოფები არიან, ისინი არიან, რა ქვია, ჩამოსული ხალხი არიან სამკურნალოდ და რჩებიან თვეების განმავლობაში და იმას ვიზამთრ, იქნება გაიყიდოს მეთქი და ერთი ნათესავს ვთხოვე რომ მოდი მეთქი მე გამოვაცხობ, რომ მე ვერ შევძლებ ფიზიკურად გამოვაცხობ კიდევაც და იქაც ჩავიტანო და შენ ჩაიტანე და შენც მოგცემ მეთქი რაღაცა 2 კაპიკს და მეც მეთქი და იქნება მეთქი რომ აი ტყუილა ჯდომის ის არ შემეძლო. და მართლაც კარგად გაიყიდა ეს ჩვენი გაკეთებული ბულკები. მე აქ მთის იქით იყო ეს ბოსელი ფერმა იყო და გადავედი იქ და ვთხოვე რომ თუ გაყიდით მეთქი რძეს და კიო როგორ არაო მე გადმოვიტანე იქიდან რძე
და გავხდი მაგდანაც და მაწონს ვაყენებდი მე უკვე ხლა ავანტყოფისთვის საჭირო იყო ბულკი და ყველაზე უვნებელი რამე მაწონი და მე შევაყენებდი ხოლმე მაწონს და მე მაწონიც კარგად იყიდებოდა. მე ამის შემდეგ ეს რო უკვე პოპულარული გახდა ჩვენი ბულკები ავანტყოფოში, თვითონ ამ გოგონებმა მოინდომეს, ვინც სამკურნალოდ იყვნენ ჩამოსულები, აქ დარჩენა, იმიტომ რომ იქ უპატრონოთ იყვნენ ავანტყოფოში, ესე იგი 6 საათის მერე ხო აღარაფერი აღარ იყო, არა დაკეტილი იყო, ექიმები აღარ იყვნენ, რა და ძალიან უპატრონოდ გრძნობდნენ იმ პერიოდში თავს ეს გოგონები და რამდენჯერმე რომ მოვიდნენ ბულკების შესაძენად მთხოვეს რომ ხარ შეიძლებაო რომ თქვენთან გავათენოთ ღამეო და მე ვთხარი რატომაც არა მეთქი და მე უკვე ჯერ დაბლა სართულში ვცხოვრობდი მე უკვე მაღლა სართულიც მოვიყვანე ცოტა მწყობში დავალაგე საწოლები გავაკეთე ოთახები ცალცალკე ხო და ეს გოგონები ნელ-ნელა შემოვიდნენ და იდეა სასტუმროსი აი აქედან გაჩნდა და აქედან შემოსული თანხით მე ნელ-ნელა თვითონ ამ უკვე შემოსულმა თანხამ გვიჩვენა რომ როგორ მიმართულება გვექნა 2008 წლამდე ასე ვიყავით 2008 წელში უკვე გავხდით ინდმეწარმე უკვე რო ცოტა წყობში რო ჩადგა სახელმწიფოც და ადამიანებიც უკვე რო ჩავდექით იმაში და კანონობდა უკვე და რამე 2008 წელში უკვე გავხდით ინდმეწარმე მცირე მეწარმე გავხდით და გავხდით ელკანას ბიოპროდუქტების მწარმოებელი ელკანას თანამშრომლები გავხდით ამ ისი ორგანიზაციის და პოპულარიზაციას უწევდით ჩვენი კუთხის ბიოპროდუქტებს, განსაკუთრებით ხორბლის მარცვლეული კულტურებს. უწევდით იმას, რა ქვია პოპულარიზაციას, მესხური დოლის პურს უწევდით. ეს რაში გამოიხატებოდა თქვენ ამ მზადებით? ჩვენ ვამზადებით, კი, ჩვენ ეზოში დავდგით მესხური ფურნე გავაკეთეთ. რომ აუცილებლად უნდა მესხური ყოფილიყო და არა აგურზე და იმაზე და ქვა სპეციალურად ანგლეზიტიდან ჩამოვიტანეთ და ნამდვილი ავთენტური ფურნე გავაკეთეთ მესხეთისთვის დამახასიათებელი და მე ამ ფქვილს გვაძლევდა ხოლმე ელკანადან ყიდულობდით ხოლმე და ყოველთვის როცა კი იყო ხოლმე დაინტერესება იმაზე რომ გაგვეკეთებინა მე ბუნებრივ საფუარსაც ვაკეთებ და ეს სრულიად ჯამრთელი პური გამოდის ჩვენთან სელის კულტურაც ძალიან კარგად იყო განვითარებული იმ დროს და სელით ტანსაცმელიც კი იქსოვებოდა და ჭილობები იქსოვებოდა და ძალიან ფართოდ იყენებდა მესხიკაცი ამ თავის კულტურას ოსპი, რა ვიცი 1000 ისა გვაქვს მარცვლეული კულტურა გვაქვს ჩვენ და ხორბლის ჯიშებზე ხო აღარ არის ლაპარაკი და წარმოიდგინეთ თქვენ რომ ჯამრთელობა იმიტომ იყო მესხიკაცი ჯამრთელი მესხეთის კუთხე ჯამრთელობით გამოირჩეოდა რომ აი ესეთ კარგ პურს მიირთმევდნენ ხოლმე მე მესხეთს არ ამიჭირდაო მთვარე მადგამ ზესავითაო კალმახი და ქერისპური ფეხთმეყარა ბზესავითაო იქნებოდა. აი ძალიან ბევრი ისაუბრეთ უკვე მესხურ სამზარეულოზე და თქვენი აზრით მაინც რა განასხვავებს სხვა კუთხის გემოებისგან მესხურ გემოს და რა არის ის ნიშანი, აი როდესაც კერძს დააგემოვნებ, რომ მიხვდე რომ ეს არის მესხური გემო, აი რა ნიშა აქვს ჩვენს კერძებს? ჩვენ კერძებს ის ნიშა აქვს რომ გამომდინარე კლიმატიდან, რომ აქ მკაცრი კლიმატი იყო შვილო, ყოველთვის მესაქონლეობა კარგად იყო განვითარებული და მიწათმოქმედება კარგად იყო განვითარებული. ხორბალის უქონდა, ფქვილის უქონდა მესხკაც და ერბოს უქონდა. ცხიმი გამოარჩევს ჩვენ იმას, რა ქვია, ჩვენ კერძებს. რომ იმ წუთში იტყვი რომ ასე ზემოდან თავზე რომ ცხიმს გაუდის ლიპლიპებს ხოლმე ტივტივებს ცხიმი ხო და თან სულ მესხიკაცი სულ ბრძოლაში და სულ ომში იყო და აი ეს გაპრანჭული საჭმელების დრო არ ქონდათ და ამიტომ სულ იყვნენ ორიენტირებული ფქვილეულზე, ცომეულზე იყვნენ და ერბუანზე. იმიტომ არის რომ ქადა არის ძალიან ნოყიერი, თან კიდე დიდხანს ძლებს, მიქონდა სათოხნში, საბარში, გინდა ომში, გინდა ბრძოლაში, აბგაში ჩაიდებდა და ეს დიდხანს ყოფნიდა და მაწიერიც იყო. მაწიერიც იყო. როგორც სომინიპური. ჩვენი სომინიპური მე რო ვაცხობ, თითქმის 2 კვირა ისე არის გობსში ჩალაგებული, რომ არ ობდება. ეს ჩვენი მისი რა ქვია ენდემური ჯიშის ხორბლის დამსახურება არის თორე დღემდე ენდემურ ჯიშებს იყენებთ დღემდე კი ვიყენებთ მაგრამ მე ნაკლებად ჩვენი სახლის მოხმარებისთვის ვიყენებთ მაგრამ ისე რომ რეალიზაცია ძალიან მინდოდა რომ გამეკეთებინა პატარა საცხობი
და რამე საგრანტო პროგრამა მომეძიებინა ავთენტური, იმიტომ რომ ბუნებრივი საფუარით კეთდება ეს და იქნებოდა მართლა ჯამრთელი პური. როდესაც აი ეს ჩვენი პური ერთი ნაჭერი გააკმაყოფილებს ადამიანს, ის გაბერილი პური შეიძლება ნახევარი შეჭამო და არ დაგაკმაყოფილოს და ზიანიც მოგიტანოს, თან ზიანიც კი მოგიტანოს აი იქნებ სამომავლოდ ვიხილოთ მე თქვენი. ხო, სამომავლოდ კი, აი მაგალითად უცხოელები ძალიან დაინტერესებული არიან ამ ჩვენი ავთენტური ხორბლის ჯიშებით ხოლმე და ყოველთვის მიკვეთავენ ხოლმე რომ ისა და თან ვეუბნები რომ ერთ დღეში ეს პური არ ცხება. ეს არის 18 საათიანი ფერმენტაცია. ეხლა ძველი ტექნოლოგიაც გვაქვს ჩვენ და ახლა წინ მივდივართ და ცოტა ახალი ტექნოლოგიაც რო შევურიოთ, ძალიან კარგი იქნება, თუ კი სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა და ამიტომ ვაკეთებთ ხოლმე იმაზე რა ქვია მაქვს ისი ყურძნის მაჭრისგან გაკეთებული და მჭადის მქვილისგან გაკეთებული საფუარი ხმელი საფუარები ასეთი პატარა კვერები არის რომელიც თუნდაც 2 წელიწადი შევინახო ის არის დაკონსერვებული როგორც აი დროჟი რო შეინახო რამდენიმე ხანი შეიძლება დროჟი გაფუჭდეს მაგრამ ეს ჩემი საფუარი არ ფუჭდება ამას გავაღვიძებ ხოლმე საფუარს და აი უმატებ ნელ-ნელა ვაღვიძებ უმატებ და მე ფერმენტაცია კეთდება ჩემი პურისა მაცივარში. მაცივარში 18 საათი სჭირდება მოკლედ რო ვთქვა და არ დაგღალოთ ჩემი პურის გამოცხობას. შრომატევადია საკმაოდ, კი. აი უცხოელი ტურისტები ახსენეთ და მასტერკლასების შეთავაზების იდეა როდის მოვიდა? ეს იდეა მოვიდა მასტერკლასების შეთავაზებისა ჩვენთან იყო აქ მე-3 ჯავახეთში იყო პროგრამა ზრდა. ეს იყო ამერიკელების USAID-ის პროექტი იყო ძალიან კარგი პროექტი და ამ კუთხეში აი ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთეს აი ძალიან ბევრი კარგი საქმე ეს დირექტორი რომელიც მე ამ ზრდის ბენეფიციარი გავხდი მე ამ ორგანიზაციის და ეს ამერიკელი კაცი რო ჩამოდიოდა ხოლმე ცოლშვილით ჩამოდიოდა ხოლმე და ყოველთვის ჩემთან ათენებდნენ ხოლმე ღამეს და რო ვთავაზობდი ამ კერძებს ძალიან მოსწონდა ეს ჩვენი კერძები და მითხრა რომ რა შემიძლია რომ გაგიკეთო შეგიძლია რომ ძველი მივიწყებული კერძები ისქნათო რა ქვია გავაცოცხლოთო და კი მეთქი როგორ არა და დავწერეთ წიგნი მესხური ტაბლა და ის არის რა ქვია დაფინანსება მწირე იყო სადღაც $20,000 იყო და რაც შევძელით შევიტანეთ რა პატარა წიგნი არის არ არის დიდი სკელტანიანი მოკვლევა გააკეთეთ თქვა სოფლებიდან თუ სოფლებიდან არა მე ჩვენ ოჯახში სუკეთდებოდა ეს მე რომ მოვედი ჩვენ ოჯახში ჩემი დედამთილიც არაჩვეულებრივი სამზარეულო ქალბატონი ბრძანდებოდა და ჩემი დედამთილიც სახში დამხვდა დედამთილის დედაც ცოცხალი იყო და ჩვენ დიდი ოჯახი იყო. იქით ამხარესაც 7 დედმამიშვილი ყავდა, აქეთ ამხარესაც და რო რამე წვეულება გქონდა სახში სულ იმას ვიძახდით ხოლმე რომ ვერც ერთს ვერ გამოსწირავდი და ჩვენები იკრიფებოდნენ 1:50 და 70 კაცი. ხო და ყოველთვის სახში მზადდებოდა ჩვენთან. ეხლა არის რომ რესტორნებში მიდიან ყველა დაბადების დღის თუ რაღაც წვეულების გადასახდელად და ჩვენთან სახში კეთდებოდა ხოლმე ეს ყველაფერი და სულ მესხური კერძები კეთდებოდა. ყაურმა აი შემოდგომა რომ დაიწყებოდა გრანდიოზულად ემზადებოდით ზამთრის მარაგის გასაკეთებლად. შეგებია. ამ მასტერკლასებს თქვენ თავად უძღვებით? კი, მე თვითონ უძღვები და ამ კაცმა რომ წიგნი რო დავწერე, მე მითხრა რომ კიდე რა შემიძლია რომ ჯერ ფული შემომთავაზა რომ რამდენი გინდაო რომ ამ წიგნის ეს რეცეპტები რომ მოიტანე და მე ვთხარი არა მეთქე ეს პირველი პროდუქტია როგორც ტურისტული პროდუქტი ეს წიგნი ისე დაიდო რომ მე ტურისტს ეყიდა და თითქმის გახდა ეს წიგნი ჩემი სამზარეულოს მენიუ რომ აი მე რომ მოვლენ შეუძლიათ რომ აი ეს დააგემოვნონ ხო და მე წამიყვანა ამ კაცმა რუმინეთში და იქ მითხრა რომ იქ თუ ჩაატარებ მასტერკლასებს და რუმინეთში ჩავატარე მასტერკლასები 10 დღე ვიყავით იქაური კულტურასაც გავეცანით რუმინეთის კულტურას ვიყავით სოფლებში მე შემეძლო ახლა წავიდე და ვიმოგზავრო შეიძლება რომ წავიდე და იმოგზავრო მაგრამ რაც მე იმ კაცმა გვაჩვენა ჩვენი წასული ჯგუფი ვიყავით იმას მე ვერასდროს ვერ მოვახერხებდი რომ მენახა იქ გვაჩვენა ახალი დაწყებული ფეხადგმული საოჯახო სასტუმროები გვაჩვენა იმათი ავთენტური მხარეები სოფლები და თქვენ წარმოიდგინეთ მეორე მსოფლიო ომის ომამდელი სახლები და რაც ნივთები იყო დღემდე რო ხმარობენ ის სოფელში მაცხოვრებელი ხალხი და დღემდე რო იყენებენ იმ ნივთებს ძალიან იმაში ვიმოგზაურე
დროში. ხო და მე ამ კაცმა ესეც რომ წარმატებულად ჩატარდა ეს ჩვენი წასვლა-მოსვლა, მითხრა რომ რა გინდაო და მე ვთხარი რა მინდა და კარგი სამზარეულო მინდა რომ მქონდეს მეთქი და გექნებაო. და მითხრა რომ დაწერე პროექტი რა გინდაო და დავწერე პროექტი და მოწონება დაიმსახურა ამ ჩემმა პროექტმა და აი ეს სამზარეულო სადაც ახლა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მაწვნის შეჭამანდი, აი ახლა გაჩვენებთ რომ როგორი სამზარეულო გამიკეთა ამ კაცმა მომიჩინა ფინანსური მენეჯერი, მე ნახულობდი რაც მჭირდებოდა ნივთები და ურეკავდი ამას ამ გოგონას და ეს გოგონა იხდიდა ფულს და მოდიოდა სახში, თვითონვე მოჰქონდათ სახში ყველაფერი. მთელი აპარატურა, მთელი ეს მაგიდები, მაგიდა მაცივრები, გამწოვი პროფესიონალი, ნიჟარები, აი რაც რამე მჭირდებოდა და რაც იყო ჩემთვის ის და მე აქედან უკვე შეიძლებოდა რომ უცხოელი მართლა შეგეყვანა ამ სამზარეულოში, ყველგან ხო ვერ შეიყვან ჩვენი კუთხის სახე იყო, ჩვენი კუთხის სახე იყო. ეს მარტო ჩემთვის არ იყო. ეს იყო ჩემი კუთხისთვის. ახლა აქაური გამოცდილებაც რო გითხრათ, ეს მასტერკლასები რამდენ ხანს გრძელდება? ყველაზე მოთხოვნადი კერძი რომელი არის და აი ყველაზე მოთხოვნად ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით მიდიან არიან ტუროპერატორები, რომელიც ფუტურებზე მუშაობენ, გასტროტურებზე, ფუტურებზე მუშაობენ. და ყავს ესეთი მოთხოვნადი, მაგალითად მომავალი წლის დაჯავშნები გვაქვს უკვე იმაზე კალმახი ვაზის ფოთოლში. მე დავამატე კალმახი ვაზის ფოთოლში, ეს იყო ჩვენი კერძი იყო. ლოკოკინას ძალიან ისა აქვს, რა ქვია, პოპულარობა აქვს, რომ გაუგნებულები რჩებიან, რომ ლოკოკინა იციან, რომ მარტო საფრანგეთშია და სხვაგან არსად არ არის და რო აღმოაჩენენ, რომ აქ არის და მე ინკუბატორისას არ ვამბობ, ჩვენი ავთენტური, აი ბუნებაში მოწეული ლოკოკინა, მე გასინჯული მაქვს ისიც, მაგრამ არანაირად არ შეედრება, აი ვერანაირად შედარებას ვერ გააკეთებ მასთან. მე უფრო გადავპრანჭეთ ეს ლოკოკინას მარტო ხარშავდნენ და ისე მიირთმევდნენ ხოლმე და ეხლა соуს უკეთებთ უკვე, ქინძმრის соуს უკეთებთ და იმაში ვდებთ, არაჩვეულებრივი გამოდის. მე ახლა დავამატე მაგალითად ვაზის ფოთოლში გქონდა ის რა ქვია კალმახი გამომცხვარი ღუმელში და მე დავამატე თუთის ფოთოლში გამოვიდა არაჩვეულებრივი ჯერ ჩემთვის მოვსინჯავ ხოლმე სახში რომ როგორია და როგორ მოწონებას დაიმსახურებს და მე უკვე შემიძლია რომ სხვასაც შევთავაზო იმიტომ რომ ის თუთა ჩვენი კუთხის კულტურა არის იმიტომ რომ ფართოდ გამოიყენება დღემდე ბაქმაზი და ადრე მეაბრეშუმეობა ძალიან კარგად იყო განვითარებული მესხეთ-ჯავახეთში და ამიტომ დაირგო ამდენი თუთა ამ კუთხეში რომ მეაბრეშუმეობა იყო განვითარებული. ხო და თუთის ფოთოლმაც ძალიან მე ტოლმაც გავაკეთეთ თუთის ფოთოლში და არაჩვეულებრივი გამოვიდა და ასე ვაგნებ ხოლმე როცა გიყვარს შენი საქმე მე უკვე კი როგორ არა ქადასაც ვაკეთებ ყათმარსაც ვაკეთებ ძალიან ლამაზი საანახაობად ძალიან ლამაზი არის ყათმარსაც ვაკეთებ ყათმარი ქადაზე უფრო დიდი ცხება ის ცხებოდა კეცში მე გურულები რო იმას შვებიან რა ქვია იჩემებენ რომ ქვის კეცი ჩვენიაო მარტო გურულების არ არის ვეთახვები გურულებისაა მაგრამ მე ისტორიკოსებისგან ვიცი რომ მესხეთში აქ ჩვენთან აბასთუმანში მწვანე კლდე იყო სადაც იჭრებოდა ეს ქვა გადადიოდა ეს ზეკარზე გადადიოდა დასავლეთში გურიაში და იმაში და იქ აკეთებდნენ ამ გობებს კი აქ დამუშავება მე იქ ხდებოდა და არალში სოფერალში ფრაგმენტები ნახეს ძველი ნასახლარზე ნახეს ისინი რა ქვია ეს კეცები ქვის კეცები ნახეს ხოლო ორმაგი იქ ხო გურიაში ხო ერთი კეცია აქ თავზე ეფარება მეორე კეცი და თურმე ბუხარში ან ფურნეში სულ იყო აყუდებული რომ ეს როცა დასჭირდებოდა ცუცხელი ყოფილიყო და მეორეს თავზე ამ გახურებულს რო ადგავდნენ აღარც ნაკვერჩხლის დაყრა უნდა და არაფერი იმდენად ცხელი იყო ის ქვა რომ ზემოდან და ქვემოდან ჩვეულებრივად ცხებოდა ყათმარი უფრო დიდია და ბევრი ცხიმიანია რომ ცხიმში ტივტივებს და ამას ყათმარს აცხობდნენ ხოლმე აი მაშინ რა ქვია აი ბალავერი რო იჭრებოდა სახლი რო უნდა აშენებულიყო და ბარაქიანი ყოფილიყო ესეც ერთი რიტუალი იყო ამისი კეთებისა რომ სახლი ბარაქიანი ყოფილიყო მშვიდობიანი სახლი ყოფილიყო გამრავლებულიყვნენ მოშენებულიყო ეს ოჯახი და დიდი იყო და ყველა გაიტეხავდა ხოლმე ამ პურს ამ ყათმარს ვინც ამას ესწრებოდა ხოლმე ქალბატონო მარინა როგორც ვიცი თქვენ ამ ტრადიციული კერძების გარდა გაქვთ კიდევ ერთი უნიკალური ოთახი
რომელიც არც ისე პატარა არის და თან ინახავს ძალიან დიდ მესხურ ისტორიას. თქვენ გაქვთ პატარა მესხური მუზეუმი გაკეთებული და რომ გვიამბობთ ეს ნივთები თქვენი ოჯახის არის, მოიძიეთ. მესხეთისთვის რამდენად დამახასიათებელი არის ეს ნივთები, რომ გვითხრათ და თან გვაჩვენოთ. წამობძანდით და ვნახოთ. ნამდვილად ძალიან ძვირფასი მუზეუმი გაქვთ. ჩემთვის მაინც ძალიან განსაკუთრებულად ძვირფასია, თითოეულ ნივთს აქვს თავისი ისტორია. ესე უბრალოდ არ არის მოტანილი და დადებული. ძალიან ბევრი ნივთი აქ არის, უმეტესობა ეს არის ჩვენი ოჯახიდან, ჩემი ოჯახიდან და ჩემი მეუღლის ოჯახიდან, ბებიებიდან დარჩენილი, რომლებსაც აღარავინ აღარ აქცევდა ყურადღებას, აი სამოვრები სადღაც იყო მიდებული სარდაფში, იქეთ-აქეთ და ყველაფერი ჩემთვის იყო ღირებული. და წამოვიღე მე იქიდან, მოვაწესრიგე ზოგ ცოტა რესტავრაცია გავუკეთე, გავალამაზეთ, გავაპრიალეთ და უკვე მეორე სიცოცხლე შევძინეთ. და თვითონ აი ესე შემოგვეპარნენ ეს ნივთები ოჯახში. შემოგემატნენ. ხო, როგორც ხვდები, როგორც გაპიროვნებულები არიან და არა მხოლოდ ნივთები. არა, თითქმის აი რომ შემოდივარ გძნობ, რომ ეს ნივთებიც კი ერთმანეთს ესაუბრებიან, რომ თავის წარსულზე, რომ სად იყვნენ, როგორ იყვნენ, როგორ ოჯახებში იყვნენ, ბევრი შევიძინეთ, ვიყიდეთ, ბევრი გვაჩუქეს, რომ მოვიდნენ და ნახეს, რომ ესეთი რამე მქონდა, ვაიმე ჩვენ ეს გვიდევს სადღაც ისე უპატივისცემლოთ და თქვენ თუ ასე ღირებულია თქვენთვის გაჩუქებთ და ძალიან ბევრი რამე გვაჩუქეს, ჩემოდნები გვაჩუქეს. ოჯახები არის და პატარა მინაწერები აქვს, თქვენ წარმოიდგინე ყველა ნივთს, ვინც გვაჩუქა. კი, რომ მომავალში იცოდნენ და თქვენ წარმოიდგინეთ აი ეს პიანინო, რომ შემოვედით შემოსასვლელში დგას, შემდეგ გადავიღოთ, კარგად, ეს პიანინო თბილისიდან გვაჩუქა ერთმა ქალბატონმა, მე-18 სართულზე იდგა ეს პიანინო. და სულ ყველა მეუბნეოდა, რომ უნდა წავიდე და ჩამოვიტანო, მეთქი, ქალო, როგორ ჩამოვიტანო, ჩემი გოგო მეუბნევა, ახლა რას ლაპარაკობ, წახვიდეო თბილისშიო და მე-18 სართულიდან პიანინო უნდა ჩამოიტანო და იცი რა არის, თითქოს ღმერთი მომყვება ხოლმე თავის იმას შეგირდს გამომაყოლებს ხოლმე და ჩავედი და გადაზიდვის იმაში სერვისში რომ დავრეკე, მოვიდა ეს ბიჭი, გავიცანი ეს ბიჭი და დღეს არ მცალიაო მითხრა. ხო და გამოდგა ჩვენი ახალციხიდან წასული, მე-5 სკოლა მაქვს დამთავრებულიო და თქვენო აღარ ინერვიულოთო, მე ფული დაუტოვე, მარტო მე ამას ჩამოვიტანო, დავასაწყობ და მე თქვენ როცა გინდათ თბილისში ჩამოდით და მე გაგატანთო და აი ესე უვნებლად ჩამოვიტანეთ, აი ეს იქნება 1-200 წლის პიანინო იქნება, ძალიან ძველი პიანინო არის. შემთხვევით ხომ არ შეგვისრულებთ რამეს? არის საწყალ ჩემი მეუღლე უკრავდა. ჩემი მეუღლე უკრავდა. მუსიკოსის ის არის, რა ქვია, წარმოიდგინეთ, ვიღაცა მუსიკოსი ქალბატონი იყო და იმისი საკუთრება იყო და დარჩა ეს ბებიის ის, რა ქვია, პიანინო სახლში და ნუ ეზედმეტად ამ ხალხს ეს პიანინო, თქვენ წარმოიდგინეთ. ეზედმეტად და აი აქ აწერია რომ საჩუქრად გადმოეცა სასტუმრო ედემს. თვითონ. ეს კუთხე ჩემი ბებიის კუთხე არის, რომ შემევდივარ ხოლმე, თითქმის ველაპარაკები ხოლმე ბებიას. ბებია იპრანჭებოდა ხოლმე აი ამ სარკესთან. ეს საწოლიც ბებიის საწოლი არის და ის რაც იყო ხოლმე გადაფარებული აი ეს ბალიშებზე, აი ეს თავისი ხელით არის ნაქარგი, ესენი იყო სახლში შენახული, წამოვიღე, ბებიის კაბა წამოვიღე, თეატრში რითიც დადიოდა ხოლმე, ის კაბაც წამოვიღე, რაც შემორჩენილი იყო, თორემ განადგურდა და განიავდა, ზოგი გადაყარეს, არ უფრთხილდებიან ახლა წარსულს, ხოლმე ეს მე ვიყავი, რომ ხო, ეს ქუდი იყო და ცოტა დაზიანებული იყო ამ ადგილზე და ეს ბუმბულები ციცრები მყავდა სახში და იმისი ბუმბულებით გავალამაზე და ის ქენია გამოგლეჯილები ქონდა. კი, აი ეს ხელთათმანებიც ბებიას ხელთათმანები არის და აქ პარფიუმერიები ელაგა ხოლმე და იპრანჭებოდა ხოლმე ბებია. ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის. ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის. ეს აკვანიც მოგვართ გვაჩუქეს, აკვანი ის არის, რა ქვია, რომ კითხულობენ ხოლმე უცხოელები, რომ ეს რა არისო, ძალიან უყვირთ ხოლმე საწოლე. ეს მესხი კაცი სათქონდა იმის დრო დაჯდომოდა ბავშვს და აკვანი ერწო. ჩააბკრავდა შიგ ბავშვს, მოიკიდებდა აკვანს მხარზე, ეს იყო ძალიან პრაქტიკული. წაიღებდა მინდორში, თან ბავშვი თან ყავდა
ყავდა, არც სველი იყო, არც მშიერი ყავდა, დედაც იქ ყავდა, ძუძუც იქ ჰქონდა და თანყანას ამუშავებდნენ და თან კიდე ბავშვს პატრონობდა. ხო და აი ესეთი პრაქტიკული რამე მოიგონა, გენიოსები იყვნენ ჩვენი წინაპრები. რომ ლამაზი ნახატების შესახებ რო გითხრათ, ეს ვისი შესრულებული არის? ჩემთან არიან ხოლმე მოხალისეები. ამ 2 წლის უკან ყავდა ინგლისიდან ბიჭი ოსვალდი, რომელსაც სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, 2 წელიწადი ცხოვრობდა ჩემთან და რომ მოვიდა პირველად რომ ვიკითხე რომ რა უნდა მესწავლებინა, ცხოვრება უნდა მესწავლებინა, თოხნა, ბარვა, დათესვა, ის პერიოდი, როდის უნდა დაეთე, დაგვეთესა, როდის უნდა მოგვეკრიფა, ეს ყველაფერი უნდა მესწავლებინა ამ ბავშვისთვის და სახლში უნდა სახლის პირობები, აი რასაც მე ვაკეთებ სახლში, სტუმრის მიღება, როგორ ვიღებდით სტუმარს, როგორ უმასპინძლებოდით. მე ალაგებ ახლა ჩვენთვის ქართველებისთვის ძალიან უცხოა ახლა მამაკაცმა რო ჭურჭელი და გირეცხოს და ისაქნას და ეს ბავშვი ყველაფერს აკეთებდა. როგორც აი საკუთარი შვილიშვილი, ისე მეხმარებოდა სახლში და მე ამ ლაპარაკში თქვა რომ სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებულიო და მე ვთხარი თუ აი როგორ აქვს დამთავრებული, აბა ჩემი მეფეები დამიხატე მეთქი და რო უთხარი რომ მე გიყიდი მეთქი იმას რა ქვია საღებავებს და არაო შენი საღებავებს ვერ მიყიდიო მე რითიც უნდა ვიმუშაო და მე ჩემ მამას დაურეკავო და ჩემი მამა გამომიგზავნისო და ლონდონიდან მამამისმა გამოუგზავნა საღებავები და აი ეს ნახატები ამ ბიჭის დახატული და საჩუქარია ჩვენთვის ეს მარტო ჩემი საჩუქარი ეს აი საქართველოს საჩუქარი არის მე ასე ვთვლი ხო და ეს თინათინი არა აქვს დამთავრებული ვერ დაამთავრა მოუწია წასვლა ხო და ეს იმას ნიშნავს ბებო მე მითხრა რომ მე კიდე უნდა დავბრუნდე აქ და იმისი ნივთები იმისი ისინი რა ქვია ფუნჯები რამე ერთ მაგიდაში გვაქვს ყველაფერი შენახული რომ ოსვალდი ჩამოვა და აუცილებლად გააგრძელებს ამ ნახატს დღეს გაქვთ ურთიერთობა? კი, თქვენ წარმოიდგინეთ, სულ გვაქვს ურთიერთობა, სულ ამ 2 წელიწადში საკმაოდ ისწავლა ქართული, ძალიან იყო დაინტერესებული და ქართული ისწავლა, ქართული ლექსები. ეხლა წავიდა ერთი პატოკი იყო კიდე ჩამოსული მის მერე, ნიკოლოზი, რომელიც ჩვენ ტაძარში ის ჩემთან არ ცხოვრობდა, მაგრამ ურთიერთობა მქონდა, ახლა იმასთან რა ქვია, ბავშვების ჯგუფთან რო ურთიერთობა მაქვს, თუ სხვაგან ცხოვრობენ, მაინც მოდიან ხოლმე ჩემთან და ვნახულობენ და ეს ბავშვი აქ ფერიცვალების ტაძარში გალობდა, ქართულად გალობდა, არაჩვეულებრივი მგალობელი იყო. სულ 2 დღის წინ დაამთავრა ამან თავისი მისია და წავიდა. ერეკლე რო დახატა ოსვალდმა, არა, აი ესეთი იდეა მობივიდა, რომ ერეკლეს ხომ აიაწყნეთელს რო ჩაულაგა კალთაში, ჩოხის კალთაში შაქარყინული და თვითონ მეც მიყვარსო ერეკლემ რო უთხრა, ეგაო რო სულ რო ამოულაგა და შენ კიდე გაგივსებენ ამასო, სანამ მე სოფელს შემოვივლიო და ერეკლეს მოვართვით ირანიდან ჩამოტანილი ის რა ქვია შაქარყინული და დაუდეთ აქ და ვინც მოდის ყველას ვეუბნეთ ხოლმე დააგემოვნეთ აგერ თავისი სატეხიც აქვს გვერდზე და შეგიძლიათ რომ დააგემოვნოთ და ერეკლეს სული მოიხსენიოთ. ქალბატონო მარინა, როგორც ვიცი, თქვენ ხატებსაც კარგავთ და თქვენი ნამუშევრებს თუ გვაჩვენებთ. კი ბატონო. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ყველაფერი, როცა აცოცხლებთ ესე რომ ვთქვათ? აი, ხატებს მაგალითად რო ვქარგავ, რომ დავამთავრებ ხატს და რო უყურებ, მე ჩემი გაკეთებული არ მგონია. თითქოს ჩემი ხელებით ვიღაცა მუშაობდა. რომ აი ეს ეხლა რო დავიწყო, მე ამას ვეღარ გავაკეთებ. აი ესე და ეგ საქმე არის ხოლმე ზამთრის საქმე. მაგას უნდა ძალიან კონცენტრირება და აი დამშვიდებული ნელ-ნელა რო კარგო. და ზაფხულში როცა შენ ტურისტს ელოდები თუ იქ ბოსტანში გასათოხნი გაქვს თუ ზოგად მისალაგებელი თუ რაღაცა მაგ დროს ამას ვერ გააკეთებ და ეს არის ზამთრის საქმე ხოლმე საკერავი რამე და ყველაფერს ვინახავთ ხოლმე ერთ კუთხეში რაც არის ზამთრის საქმე. აი ეს არის მიმდინარე ხატის წერა. რომელსაც ახლა ელოდება ზამთარს ელოდება ეს ხატი რომ ზამთარი მოვიდეს მალე აცივდეს რომ საქმე ბებოს გარეთ აღარ კონდეს და ამას დავასრულებ ალბათ ამ ზამთარს ღვთისწყალობით ღმერთის წყალობით ძალიან საინტერესო ხატია იშვიათი ხატი არის ეს მაცხოვარი ზის და აქ შუბის ადგილიდან გადმოსული არის სითხე რომ გადმოვიდა აქედან არის ვაზი წამოსული ყურძენი და უფლის ანგელოზია მისული და ბარძიმი აქვს მიტანილი რომელშიც უნდა ჩაწუროს ყურძენი და ხალხი ელოდება ზიარებას ძალიან დიდი ისეთი იმითი არის რა ქვია აზრიანი ხატია ძალიან
ხო და ისინი რა ქვია ნამუშევრები ბევრი მაქვს დამთავრებული ხატები და დასაწყებიც ბევრი მაქვს უკვე დახატული და გამზადებული. არის თქვენი კი, ტაძრებს ყველა ტაძარს, ყველა თითო ტაძარს წირავ თითო ხატს. ყველა შვილიშვილს თითო ხატი მოუქარგე. ყველა შვილიშვილს აქვს თავისი ხატი. მობძანდით ჩემს სამზარეულოში, აი დროის სიმცირის გამო გადავწყვიტეთ რომ გავაკეთოთ მაწვნის შეჭამანდი, ეს მომზადებული მაქვს უკვე რაც გვჭირდება. აი ეს სამზარეულო არის, რაზეც ვილაპარაკე და დღემდე კი არა, ის სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები იმ ბრაიან კინგისა, რომელმაც ეს სამზარეულო საჩუქრად გადმოგცა. იმიტომ რომ სათანადო სამზარეულო ყოფილიყო რომ უცხოელებს რომ შემოიყვანო არ შეგრცხვესო და ისე აი გაშლილი აკეთო და ძალიან ბევრი რომ მოდიან კარგი მზარეულები სულ ყველა ისეთი თვალით უყურებენ რომ მე მომცა ესეთი სამზარეულო და ამაყი ვარ ხოლმე რომ მართლაც აი ასეთი კარგი სამზარეულო მაქვს ნამდვილად დღეს რომელი კერძი უნდა გავაკეთოთ დღეს მაწვნის სუპი უნდა გავაკეთოთ თქვენთან ერთად თქვენც მომეხმარებით ბატონო რა თქმა უნდა მოხარული ვარ ამ საქმეში ერთად ვიქნებით თან ისტორიასაც მოგვიყვებით კი მაწვნის სუპი ბევრნაირია სამცხე-ჯავახეთში არის ცომით, არის შემწვარი ცომებით, შებრაწული ერბოში შებრაწული ცომებით არის. ზოგი მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში ჩემსკენ მე გორიდანა ვარ წარმოშობით, ბრინჯითაც აკეთებენ. ჩვენ ფქვილით ვაკეთებდით ხოლმე. აი მარტივად რო გავაკეთოთ და დრო რო ბევრი არ წაიღოს, დღეს მოხალული ფქვილით გავაკეთებთ. და არის უგემრიელესი, უჯამრთელესი პროდუქტი, რომელიც აი 3 თვის ბავშვებსაც კი ვაძლევთ ხოლმე უკვე და არანაირ პრობლემას რო არ იწვევს ბავშვებში. და ძალიან ხშირი არის ჩვენ სამზარეულოში ამ კერძის კეთება. კვირაში ერთხელ, ეხლა ანიკო მეუბნეოდა, რომ ბებო, შენ რამდენი დღეა მაწვნის სუპი არ გაგიკეთებე. კვირაში ერთხელ რო არ გავაკეთოთ მაწვნის შეჭამანდი არ არსებობს. არა, აი ის დღე, ის კვირა არ არსებობს. დღემდე ტრადიციაც არის და ძველი კერძები ყოველთვის აქტუალური არის ჩვენ სამზარეულოში. ყოველთვის ის ტრადიციულ სამზარეულოში როგორ შემოვიდა ეს იგივე მიზეზით, იმიტომ რომ მესაქონლეობა იყო, რძე ბევრი ჰქონდათ, მაწონი ჰქონდათ, ერბო ჰქონდათ და როგორ ეთამაშებინათ და სახელებს სხვადასხვა სარქმევდნენ, გინდა წეროხინკალი რო იყო, გინდა ის რა ქვია იმას თათარბერაგი და მაკარლამა და ბავშვებს რო მოეტყუებინათ ბავშვები და ერთი და იგივე არ მირასოцуლიდნენ. ხო, სახელს და ფორმას უცვლიდნენ ამ ცომს, ეგ იყო მთელი დანიშნულება, მეტი არაფერი აბსოლუტურად. ეხლა ფქვილს დავდგავთ და ნაზი მოხალავს ამ ფქვილს. ესე იგი პირველ რიგში უნდა მოვხალოთ ფქვილი მოვხალოთ. ამ ყველაფრის გარდა მურაბებსაც ვაკეთებ, ყემალსაც ვაკეთებ და ტურისტებმა თვითონ იცი რა არის იდეა მოდის ხოლმე იქიდან მოთხოვნილება როგორი არის და რომ დააგემოვნებენ და მოეწონებათ ეს ხომ არა გაქვთ რომ ვიყიდოთ და მე ჩვენ რო რუმინეთში ვიყავით წასულები იქ გთავაზობდნენ გასაყიდ სასტუმროებში ქონდათ რაღაც უცხო მურაბები რამეები და იქიდან წამოვიდა იდეა რომ რატომაც არა მოდი ჩვენც გავაკეთოთ და გავყიდოთ და გვაქვს ხოლმე უცხო მურაბები გირჩის მურაბას ვაკეთებთ ციცაკის მურაბას ვაკეთებთ ეხლა დაგაგემოვნებინებთ ციცაკის მურაბასაც საინტერესო იქნება ნამდვილად ახალი წელი რო დადგებოდა ახალი წლის სამზადისი რო იყო ყოველთვის სოფელში ვამზადებდით ერთად მთელი ოჯახი და მე ვინაწილებდით და ყველა მოვდიოდით ჩვენ სახლებში და ეს ჩემი დედამთილი აცხონოს ღმერთმა იმისისული პირველ რიგში ხალვას დაიწყებდა ხალვის კეთება უნდა დაეწყო და ვაიმე დედა ვეუბნეოდი ხოლმე ხონდა სამდენი კამფეტია და ამდენი რამე და ეს ხალვას ვიღე არა შვილო ეს რო არ გაკეთდეს არაფრით არ შეიძლება ესე იტყოდა ხოლმე და ესე იგი ისე ჩამრჩა ეგ ტვინში რომ ეს აუცილებელია დღემდე აუცილებელია 1000-ნაირი კამფეტიც რო იყოს 1000-ნაირი ტკბილეული და ნუგბარი იყოს ის ხალვა აუცილებლად უნდა გაკეთდეს და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი წითელი დოლის ხორბლისგან დამზადებული ხალვა სულ სხვანაირი გემო აქვს. აი, ხო ისიც ხორბალია რა. იმას სულ სხვა გემო აქვს, წარმოიდგინეთ. თქვენთვის რას ნიშნავს ყოველ მასტერკლასზე რომ აცოცხლებთ ამ მესხურ გემოებს და ფაქტიურად ისტორიაში მოგზაურობთ ყოველი კერძის დამზადების. აი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერ ერთი და სულ ვიტყვი ხოლმე რომ დამთავრდება მასტერკლასი, მე ვიტყვი ხოლმე რომ
აი მე რაზე ვნერვიულობდი ერთი, აი რა იყო ახლა აქ სანერვიულო, მაგრამ აი ყველა ტურისტის მიღებაზე ისევ ნერვიულობ, აგერა უკვე რამდენი 26 წელიწადია ამ საქმეს ვემსახურებ. ერბო ეს აუცილებელი არის. აუცილებელია, ხახვი მეტი არ გვინდა და ეხლა ხახვსაც პარალელურად დავდგავთ. მოიცა? ხალვა აპოხტი აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო შემოდგომით. აი ეგ არ არსებობდა რომ საკლავი არ დაკლულიყო, ღორი ცალკე, საქონელი ცალკე, ისე კუპატი არ გაკეთებულიყო სახში, ყაურმა არ გაკეთებულიყო. იცი რა არის? აი გენიალურად ქონდა თაწყობილი ჩვენ წინაპრებს ეს ამბავი, იცი რა იყო? ეს ძვლიანი ხორცი ხორჩებოდა, იქ რბილი ხორცი იყო საჭირო აპოხტისთვის, ის იყო ის იყო. ეს ძვლიანი ხორცი ხორჩებოდა. ძვლიანი ხორცი იხარშებოდა, აი ძალიან სანამ თვითონ არ დასცილდებოდა ეს ძვალი ხორცს და ამითი მე უკვე ყაურმა კეთდებოდა. მე იმ ცხიმს ზემოდან თავზე ვასხავით, მაშინ არ იყო არც სტერილიზაცია იყო, არც ის იყო მაცივრები იყო, არაფერი და ეს ცხიმი ამას აკონსერვებდა და ისე ინახებოდა და კილებში ჩადებული ჰქონდა და ეს იყო ზამთრის მარაგი. ტექნოლოგიები წინ წავიდა და მაშინ სათქვეფით ვთქვეფავდით ხოლმე და ეხლა რა ხან გვაქვს ბლენდერი რატო ვიცვალოთ და ახლა გავთქვიფავთ კვერცხი ამაში ის რა ქვია მაწონი და ცოტა მარილი. ამას გავთქვიფავთ და დავამატებთ ეხლა ჩვენ მოხალულ ფქვილს. ყველა ინდივიდუალურად უკეთებს მაწვნის სუპს, ზოგს მაგალითად ქინძი მოსწონს, ზოგს პეტრუშკა სულ ამოღებული არა, პეტრუშკა ან ქინძი, ან კამა. და ნიორი. პიტნაც უხდება ძალიან, მაგრამ ჩემი ბავშვობის გემო რაც არის დარჩენილი, ეს გემოს მეხსიერება ძალიან დიდ როლს თამაშობს. ბავშვობიდან ჩარჩელი მაქვს, რომ დედა უკეთებდა ხოლმე კამას. ხო და მეც რატომღაც მიყვარს და ესეც ჩვენი ბოსტნისა, ეხლა ჩამოვიტანე ამ სიცივეებს, მაინც ხო, ცოცხალი გემოები და ამას გავუკეთებთ ეხლა. რას შვები ხოლმე, ეხლა რა ხო უნდა მოუფიქრო, რომ რა ხალ ახლებურად მიუტანო და ახლებურად მიართვა ახლა ტურისტს და მე გუშინ ვიყავი ბაზარზე და ვერ ვნახე, მინდოდა მეყიდა ის რა ქვია, წყლის კვერცხი. და ამას ხო კვერცხი უკეთდება შიგა რა, კვერცხი უნდა უყვარს, ითხოვს ეს მაწვნის სუპი კვერცხს და რაც შვები ხოლმე, იცი ამ კამას რო ზემოდან მოვაყრი სერვირების დროს არა, წყლის კვერცხს ხარშავ ხოლმე შუაზე ვჭრი და ასე ამოტრიალებული ზედ თავზე ვადებ ხოლმე და ისე ვიმაქ ხოლმე და თუ აყვავებული კამა მაქვს, მიმაქვს ხოლმე კამის ქოლგებით, აი ეს ქოლგები რო აქვს კამისა, ისე უხდება, რომ აი პირდაპირ აი ზედ რასაც ქვია აკლდება რა. ესე იგი თქვენ ძველ ტრადიციულ კერძებს რაღაც ახალ სიცოცხლეს ვძენ ახლებურად სერვირებას ვაკეთებ ხოლმე ახლებურად. გემო არის ძველი, მაგრამ თვალისთვის აღსაქმედ უფრო ლამაზი იყო. სადეცალა მე კაცო სულ ხმალი ერთ ხელში ხმალი ეჭირა, მეორეში თოხი ეჭირა. შემოსევები უბედურება სულ ომი და სულ გაწია გამოწია ქონდა და ამის გულისთვის იყო რომ დანაყრებული იყო ბავშვები შიერი ყოლოდა და იმიტომ და ახლა ჩვენ ხო გვაქვს ამის საშუალება და მოდი ჩვენ გავალამაზოთ და გავფრანჭოთ. რა იყო? აი ვერ მივხვდი. რა იყო ეს ნივთი? რაში უნდა დამჭირვებოდა ეს? კი, ეს ჯამი. კი ბატონო, ეს, მაგრამ ეს თურმე ყოფილა კაკალს ამტრევა აქ, იყრება აქ ნაჭუჭით და არჩევდა მე ამაში იმას შვები. და მეგონა მე რომ აი აქ მეთქი კაკალს რომ მე ჩაქუჩს დავარტყავ, ეს გატყდება. ეს არ არსებობს რა, ეს ზოგი კერკეტი კაკალია გაუძლოს მეთქი და
მესამე წელიწადია ვამტრევ კაკას და თან შიშით რომ ან ეხლა გატყდება ან ეხლა და მეუბნება ჩემი ძმა რომ არა მარინა ნუ გეშინია შენ როგორც გინდა დასწრე ეს არ გატყდება და აი ესეთი უნიკალური რამე გააკეთა იმან რა ხალოტონო მარინა ეს საინტერესო წარწერა შევნიშნე მარუსა მართალი ქალია ეს ჩემი ბაბუიდან მოდის ამაზეც რო გითხრათ თუ არსებობს ისტორია. აი ეს ჩემი ბაბუიდან მოდის, ჩემი ბაბუც ხელოსანი იყო, ხის ხელოსანი იყო და ფაიტონებს კაზმავდა. ეხლანდელი ენით რო ვთქვათ, ფაიტონების დიზაინერი იყო და რამეებს რო ჩარხავდა და სახლისთვინ თუ რამეს აკეთებდა, ვეშოლკებს აკეთებდა, ტანსაცმლის დასაკიდებელს, პატარ-პატარა ნივთებს სახლისთვის, ყველაფერს აწერდა მარუსა მართალი ქალია. მარუსას მეძახდა და მარუსა მართალი ქალია და ეხლა ჩემა ძმამ რო ის ვეშოლკები ნახა, კიდე გვაქვს სახლში, ბაბუს გაკეთებული ვეშოლკები. ეხლა მე თუ რამეს მიკეთებს საჩუქრად ყველაფერს აწერს ასე. საინტერესოა. ხო და მაქსებს იგი ეს ჩემი ეხლა ეს უკვე ჩემი ძმის ნამუშევარი არის. აი ეს წიგნი არის გიორგი ჯაფარიძის დაწერილი, რომელიც ბავშვობაში გაიზარდა რუსეთში, მერე მშობლები გადავიდნენ ინგლისში და გააგრძელეს ცხოვრება ლონდონში. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ამ ბიჭს უკვე ყმაწვილობაში ეცა ფურნიდან გამოსული პურის სუნი, რომ ამას მოვლილი ჰქონდა ქვეყნიერება, მსოფლიო და ასეთი ესე იგი დატყვევება სუნმა, დამატყვევაო პურის სუნმაო და ინსპირაცია იყო პური ამისთვის, რომ დაეწერა ეს წიგნი. და მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა ხალხს, ვინც ენდემურ ჯიშებზე მუშაობდა, ვინც პურს აცხობდა, ვინც პურთან ჰქონდა, ვისაც პურთან ჰქონდა შეხება ფურნესთან, იმასთან, თონესთან და მოიარა ყველა კუთხე, დასავლეთ საქართველოში თონესთან, კახეთში იყო თონის პურები დააწყობდნენ და ჩემამდეც მოვიდა და ამიკავშირდნენ და მითხრესო თუ შეგიძლიათო რომ აი ეს ფურნე მესხურ ფურნეში გამოაცხოთო ენდემური ჯიშის პურისგან დამზადებული, ხორბლისგან დამზადებულიო ეს პური და ამ გიორგიმ უნდაო რომ თან წიგნი დაწეროსო, თან დააგემოვნოს ეს პური და ჩამოვიდა ერთი ზაფხული და 4 დღიანი გადაღებები ჰქონდა და მე მგონი ძალიან კარგი წიგნი გამოვიდა და წელს მომაწოდა ეს წიგნი, გამომიგზავნა, ძალიან მადლიერი ვარ, არაჩვეულებრივი ყმაწვილია, ის ბევრ წიგნებს წერს, მწერალი არის და აგერ ეს წიგნიც ჩვენი იმის სავიზიტო ბარათი გახდა. ჩვენი მესხური სამზარეულოს მესხური პურნე წარმოდგენილი და მესხური პური და თითიანს აცხობთ როგორც ხედავთ ჩვენს ტრადიციულ მესხურ ასე რომ ბევრ საინტერესო რომ მეტყვიან ხოლმე არიღლებიო ვიღლები, მაგრამ იმდენ კარგ ემოციას ხო, მაგას უკვე დაღლა აღარ ქვია. ამდენ დადებით ემოციებს რო ხვდები. ქალბატონ მარინა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ თქვენ ინახავთ მესხურ ტრადიციებს, ისტორიას და თან ამავდროულად რაც მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს აზიარებთ და აცნობთ მთელს მსოფლიოს.
ძალიან დიდ მადლობას გიხდით ასევე ჩვენი მეც მადლობას გიხდით, რომ ჩვენი სასტუმრო აირჩიეთ, ჩვენი საოჯახო სასტუმრო და სანამ შემეძლება მე ამ ყველაფერს ჩემს შვილიშვილებს გადავცე და ალბათ ესენიც თავის შვილებს გადასცემენ. მიმართეთ ახალგაზრდა თაობას, ვისაც რაღაცა პატარა იდეა აქვს, რომ მომავალში შეიძლება თქვენს მსგავსად შემოინახოს მესხური ისტორია და კიდევ გააზიაროს. რასაც აი თქვენი წყალობით, თქვენ რო ასე აზიარებთ, თქვენ რო ასე მოდიხართ, გადაღებებს აკეთებთ, თქვენნაირი ახალგაზრდების უკვე საქმეა ეს, რომ ეს საქმე არ დამთავრდეს. და არც არასდროს არ დამთავრდება. თითოეულა მაინც გამოჩნდება, შვილო, მაინც გამოჩნდება. ჩვენი კუთხე ისე გვიყვარს. აი ასპინძაში არიან ძალიან კარგი გოგოები, ძალიან კარგი ოჯახები, რომლებიც ამ ტრადიციას ინარჩუნებენ და აი გახარებული ვარ პირდაპირ. ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, აი ახალგაზრდები და ფეხი აუდგეს იმ თავის დედების, ბებიების დანატოვარ ამ ტრადიციებს და ამ წესჩვეულებებს. მე ახლა ისე ვერ გაგიშვებთ, რომ ჩვენ შთაბეჭდილებების წიგნში გადახედოთ, რომ აი რომელი ქვეყნიდანაც კი იტყვით, ყველა ქვეყნიდან ყავდა ტურისტები. ჩვენი წიგნი მიუახლოვდა იმას, რა ქვია, დასასრულს, უკვე სრულდება, რომ რამოდენიმე ფურცელი დარჩა და თქვენც გვინდა რომ ჩაწეროთ, აუცილებლად ჩემს შთაბეჭდილებებს გავაზიარებ. თქვენი შთაბეჭდილებები ჩაწერეთ. ჩვენთან ერთად არის ასევე ანიკა, რომელიც ბებოს მომავალი თაობა არის და ამ საქმის გამგრძელებელი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე რომ სახში არ ვიყვე, ისე მიიღებს სტუმარს, რომ არ შეემჩნევა სასტუმროს, რომ ბებო არ არის სახში. მიიღებს, მოასვენებს, გამოყვებას კიდევაც და გაისტუმრებს კიდევაც. ხოჭარი გოგო. ბებოს გვერდით გახარ და ჩვენს ტრადიციას ინახავ და გააგრძელებ. მადლობა ჩვენს მაყურებლებს და მსმენელს, რომ ჩვენთან ერთად იყავით გემშვიდობებით. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ზარის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალი გვადევნეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.